სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს შეგვეწიოს ამ დიდი მოციქულების მადლი და მეოხება, მათი ლოცვით, მათი მეოხებით ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს, გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი მონასტერი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. მოციქულებრივი ღვაწლი, რომელიც იტვირთეს ამ პეტრემ და პავლემ, მაგრამ პეტრე მაინც გამორჩეული იყო თავიდანვე. ალბათ იმის გამო, რომ განსაკუთრებული რწმენა ჰქონდა და სიძლიერე რწმენის და განსაკუთრებული დამოკიდებულება უფალი იესო ქრისტეს მიმართ. და სწორედ აი ამ რწმენაზე არის დაფუძნებული თითოეული ჩვენგანის ქრისტიანობა. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, როგორც აი პეტრე მოციქული შეუდგა ქრისტეს, ერთი შრომელი კაცი, რომელიც თავის მამასთან ერთად შრომობდა, მეთევზე იყო, ეხმარებოდა და როდესაც იხილა მაცხოვარი იესო ქრისტე, წამის ყოფაში დაუტევა ყოველივე და შეუდგა ქრისტეს. რა თქმა უნდა, არ ქონდა მას გაცნობიერებული ის სირთულეები, რომელიც მას მომავალ შეეძლო, მაგრამ არც არის აუცილებელი ზოგადად ადამიანმა იფიქროს განსაკუთრებით წინ მომავალზე თუ რა მოელის მას. ქრისტიანი ადამიანი ვალდებულია ყოველმა ჩვენგანმა უნდა ვიცხოვროთ აწმყოთი, რასაც გვაძლევს დღეს უფალი, რაც გვაქვს. თუ შეიძლება მას რო იფიქრა თუ რა შეიძლება და მომხდარიყო იესო ქრისტეს შემდგომის შემდეგ, თუ როგორი ჯვარცმა ელოდებოდა მას, წამება ელოდებოდა, შეიძლება შიშის გამო მას ეს ყველაფერი არ აეღო ეს საკუთარ თავზე, არ აეღო ეს რწმენა, არ შედგომოდა იესო ქრისტეს, მაგრამ იმ მომენტში, როცა ვართ, როცა შეუდგებით ქრისტეს, ყოველდღიურად უნდა ვემსახუროთ ქრისტეს, ყოველდღიური ჩვენი მსახურება გვაძლიერებს იმაში, მომავლისთვის გვაძლიერებს, თუ რა შეგვხვდება ჩვენ. მომავალში თუ რა განსაცდელი მოგველის ჩვენ, ამისათვის გვაძლიერებს ჩვენ დღევანდელი ქრისტიანული ცხოვრება ჩვენი. მადლობა ღმერთს, რომ ეს ყოველივე დაფარულია ჩვენთვის, ჩვენი მომავალი. როდესაც გამჟღავნდება ის არის სახარებაშიც ხო ამბობს მაცხოვარი, რომ ხვალინდელ დღესაც ხვალისთვისაც ეყოფა ის თავისი სიმწარეო და თავისი რომელიც აქ იმ დღეს. და პავლე მოციქული, რომელიც მდევნელი იყო ქრისტიანების, მაგრამ აუცილებლად იქნებოდა მასში, აუცილებლად იყო მასში ის ხო ამბობს, უფალიც ეუბნება, რომ სანამ შენ ჩაისახებოდიო, სანამ შენ იშვებოდ, მანამდეო გამოგირჩიაო ღმერთმა. ესე არის თითოეული ჩვენგანი, რომ მოვდივართ ტაძარში და ვართ მსახურებაზე ვეზიარებით, გვაქვს ეს განცდა, უფალთან მიახლების განცდა, რომ გვაქვს, არ გეგონოთ, რომ ეს თქვენგან არის, რომ ეს რაღაცა თქვენი სურვილია. ისევ გეტყვით სახარებიდან მაცხოვარი ამბობს, რომ მამამან ჩემა გამოგირჩიათო თქვენო. თითოეულ თქვენგანის გულს შეეხო, უფლის ხელი შეეხო, უფლის სიყვარული შეეხო და მაგიტომ ხართ აქ დღეს თქვენ. რომ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, უფალს ყველა უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გითხრათ, თქვენ ვინც აქ ხართ, ვის გულსაც შეხებია ოდესმე უფალი, განსაკუთრებული სიყვარული არის ეს, იმიტომ რომ თქვენი და რა თქმა უნდა, თქვენი განწყობაც მნიშვნელოვანია და თქვენი დამოკიდებულებაც. უფლის უფალი გვეუბნება ჩვენ და გვაძლევს სრულ თავისუფლებას, აღავაკეთოთ არჩევანი ჩვენი კეთილისა და ბოროტის წინაშე. ვირჩევთ კეთილს, შეუდგებით ქრისტიანულ ცხოვრებას, ვაკეთებთ ან არჩევანს, მაგრამ რა თქმა უნდა თავისუფალია ეს, მაგრამ თუ ჩვენს გულში, რა თქმა უნდა უფალი ხედავს ჩვენს გულებს, თუ ჩვენს გულში არის იგივე განწყობა, იგივე სურვილი, რომ შეუდგეთ ქრისტეს და ქრისტიანულ ცხოვრებას, აქ უკვე არის თანხwebdriver ზეციური ღვთის სურვილი ჩვენი შემდგომისა მისა მას რომ შეუდგეთ და რა თქმა უნდა ჩვენი სურვილიც როცა არის ეს თანხwebdriver ამ ორი სურვილის არის შედეგი, რასაც დღეს თქვენ ხედავთ აქ ტაძარში და ყველგან, როდესაც ადამიანები მიდიან და რომლებიც შეუერთდებიან მაცხოვარ ჩვენსა იესო ქრისტეს და იღებენ წმინდა ზიარებას. ღმერთმა საუკუნოდ მოგმადლოთ ეს მადლი. არასოდეს არ განგაშოროთ ამისაგან, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩემთვის ხანდახან ფიქრობ ხოლმე ადამიანი, რომელიც საერთოდ არ მიახლებია ამ დიდ მადლს,
რომელსაც არ უგზნია თუ რა მხელა სიკეთეა, როგორი ტკბილია, უფალთან შეერთება. ეს არის ბედნიერი, ეს არის ჩვენი ბედნიერება. ესე რომ თქვათ, ღვთის წინაშე რო უსურვებთ ხომ ერთმანეთს ბედნიერებას, ხშირად არც გვაქვს გააზრებული თუ რა არის ამის ქვეცნობიერში, გამოიაზრება ამ ბედნიერებაში, მაგრამ ჩვენ ქრისტიანებს გვაქვს ეს მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ეს სიხარული, რომ უსურვოთ ერთმანეთს ბედნიერება არის, როცა შეუერთდები ქრისტეს, რომელმაც ამ ქვეყანაზე მოგავლინა. დავიბადეთ ამ ქვეყანაზე, ვიშვეთ ყოველი ჩვენგანი. საიდან გამოვიდით, ხო სასწაულია ადამიანის შობა მოვლინება ამ ქვეყანაზე, როგორი სასწაულია და შემდგომ იმ ადამიანის ისევ მომზადება ამ ქვეყანაზე და გარდაცვალება. ხო წარმოუდგენელია, რომ წარმოვიდგინო ადამიანი, რომელიც აქ სხეულით ხორცით დადის და მერე წარმოიდგინო ის გარდასახვაში გადადის, სხვა განზომილებაში გადადის, მისი სული გარდაიცვლება. ისევ ღვთის მადლით და ღვთის შეწევნით ხდება ეს, რომ თითოეული ჩვენგანი ყველა წავალთ აქედან და ღმერთმა ინებოს, რომ დღევანდელი დღის მადლით, ჩვენი რწმენით, ჩვენი სასოებით უფლის წინაშე, ჩვენი ლოცვით, ჩვენი ახლობლების ლოცვით, ჩვენთვის, რომლებიც ჩვენთვის ლოცულობენ, ყოველ თქვენგანი განგაწესოთ, სადაცაა მართალი განისვენებენ, სადაცაა წმინდანები განისვენებენ და აბრაამის წიაღში მოგახოდოთ ღმერთმა, რომ მაინც მთავრდება აქ ჩვენი ცხოვრება, აუცილებლად დამთავრდება და სამზადისი მომავალ ცხოვრებაში გადასასვლელად აუცილებელია და სიკეთის კეთება ერთადერთი რაც შეგვიყვანს სასუფეველში არის სიკეთე და მოყვასის მსახურება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგაძლებინოთ თითოეულ თქვენგანს ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება, მოყვასის ერთგულება და მსახურება, რომელიც არის შეყვანებელი სათა სასუფეველში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა ყველას შეგინდოთ სოდები და ღმერთმა როგორც არის ზიარების ლოცვებში ღმერთო შემცვალეო საფრთხოითა სურვილითა შენითაო და ღმერთმა ინებოს რომ თითოეული შევიცვალოთ საფრთხოითა სურვილითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა და საკურნებელად და სადირდებლად იყოს ღმერთისა ჩვენი დღევანდელი მიახლება მის წმინდა და უხსნელ ხორცთან. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგიდოთ სოდები და შეგეწყალოთ. ამინ.